გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით დღეს ონლაინში ვითამაშე. მოკლედ კაი ხოთზე ვარ რა. წაგების ხოდი არ მაქვს, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება რა. ეს ეხლა ძალიან მარტივი შემხვდა. მაგრამ ეგ არაფერი მთავარია მე ვითამაშო ეხლა კარგად რა, ნუ მარტივი აქ არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ ონლაინია. და ეს ონლაინებიც უკვე გამოასწორეს, რასაც მივესალმები და დონარუმა შენი გამოსვლა არ იყო აქ საჭირო, მაგრამ კარგია, კაი ბიჭი. ნუ შევიძინე ტიბო კორტუა მესამე მეკარედ, რადგან მამარდაშვილის თითქმის თამაში არ უწევს და რა პასია ის? ესეც კაი პასია და მბაპეს დამაგურბინებელი შვენიერი ლამაზი გოლი. შვენიერი კომბინაცია დაცვიდან შეტევაში სამ პასში უკვე კარებთან ვიყავით. ანუ მეორე პასი და მესამეზე უკვე აქაც იგივე კომბინაციით უნდა გავიქცეთ, მაგრამ საკას ამჯერად აჯობებს ფედერიკო ვალვერდე. იმასაც დონარუმა ყავს, ნუ უკვე ყველას თითქმის დონარუმა ყავს, რაც გასაკვირი არა, იმიტომ რომ დღევანდელ თამაში, არა მარტო დღევანდელ თამაში, ზოგადად ამ სეზონში დონარუმა არის ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, კარგი მეკარე თლიან დრიამ ლიაგოეში. ნუ მერე მოდის ტიბო კორტუა, მერე ალისონი, ნუ ეს ჩემი შეხედულებით ეხლა და სხვა შეიძლება ეგერ ვიცი ბევრი მეკარეები, რომლებიც ძალიან მაგრად მეკარეობენ, როგორიცაა კობელი, იან ზომერი, პაპეს აჯობის. სისტრაფეთიც აჯობის, ვანდერსარი მინდა ვიყიდო, მცველი განაპირა თუ არ ვწდები. ჯარიმა მაწყობს შეიძლება, ნუ აღარაფერი აღარ შეიძლება, ამიტომ ტრამირებული მოუწევს. ან შეიძლება მოიცა? არა, ესეთი დარტყმით არაფერი არ გამოვა, საერთოდ ცოტა კარისკენ რო წასულიყო, კიდე მაწყობდა არ წავიდა სამწუხაროდ. ეს კარგის რომ მოძრაობა კილიან მბაპე მაღალი გადააგდო, მაგრამ ამას საკა ვერ დაეწევა, იმიტომ რომ ტრამირებულია და არ მინდა რომ მეორე ტაიმამდე შევცვალო ფეხბურთელები. რადგან აზრი არ აქვს. ესეთი პასები საკაზე აღარ გავა, ამიტომაც საკა მაქსიმალურად უნდა დაუტვირთო. ბიჭო. ბრედრი ბარკოლაჩი, კიდე კაი ეყავდა ბრატა, ვიღაცა ის ფინიშერი კვარაცხილი არ ყავდა, კიდე კაი. და ბრედრი ყავდა ბარკოლა. კარგია. აბარა, პირველივე ტაიმში 2-0, ნუ დეიონგი როგორც მოგეხსენებათ, ნახევარდაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემი ფავორიტი ნახევარმცველი, ნუ ვალვერდე არ ჩანს არაფრის დიდებით. ვერაფერს ვერ შვება და ბელინგემი უნდა ვათამაშო. ნუ ვალვერდე ხა ვერაფერს ვერ შვება, არ უბრალოდ შვება, მაგრამ შორეული გასროლა, ნუ რაც ახასიათებს გამოერიცხა და ნუ რაფა ლეაო. ვინისიუს გადავა იქით ფლანგზე, ნუ სადაურია ლეაო. Right. თორსტები ვინისიუსიც მემარჯვენეა. ამიტომ თითით მნიშვნელობა ახლა მაგას არ აქვს. ვინც დადგება, მთავარია თამაში გამოსწორდეს, 2-0 ვიგებთ. ეს ქულა ვაინტერესებს ახლა რა სიზავს ჩვენი მოწინააღმდეგე და დონარუმას სერიოზული ასისტი შეიძლებოდა გასულიყო, მაგრამ არ გამოვიდა. დონარუმამ უკვე დაგვირხა. გადავჭით. ეს უკვე მეორეჯერ გადავრჩით, რაც ძალიან კარგია, მივესალმები. ნუ შენ მაგას ვერ გამოიტანდი, იმიტომ რომ მე რო დაცვაში მოგზდებ, ჩათვალე დარხეული გაქვს. თან სუფთაზე თამაშით გაქვს დარხეული, არა ისე რამე. ბაჭიბუჭით რაფა ლეაო და ვირც მაჯო. საულ
მენდეში. ნუნუ მენდეში არის ზეიდეალური ფეხბურთელი. ამიტომ ნუნუ მენდეში ვერ გაცდები როგორც კუნდე ჩავარდა დაცვა და 2-1 ნუ პალმერი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი თავის პოზიციაზე, ნუ აქ კუნდე დაღლილია, მენდესი დაღლილია მოდი ბალდიში. ბალდი სერიოზულია ისე თავის პოზიციაზე, ახალგაზრდა ტალანტი, ნუ მე ბალდის არ გავუშვებ. იმიტომ რომ ის მე რო შევიძინე, იყო სულ რაღაც 60 ოვერალი. მე რო შევიძინე. თუ არ ვწდები, თუ სწორად მახსოვს, რომ მე გადავხედავ ძველ ვიდეოებს, იმიტომ რომ მისი შეძენის ვიდეო წესით უნდა იყოს. თუ არ ვწდები. არა ფინტს არ ველოდი კაროჩი, მეთქი წინ გაიგდებს ხონდა. ვაჰ, რა საინტერესო დარტყა, მაგრამ ეს რონალდოს გამოუშვი. ესეთი პასი, ეს ვინა? ვინისიუსი. ბაპე. მოხსნა დონარუმა მალადიც, ნუ დონარუმასგან ეგეთები არ მეკვირს, ბრატ, იმიტომ რომ ერთ-ერთი უგიჟესი მეგარეა. თუ უგიჟესი არა, აქ ვინა ვირჯილი, ოპა, ჰაკიმი. ვირბინოთ, დრო გავიყვანოთ. ვახ. კაი თამაში. ნუ არც ისე კაი, მაგრამ უფრო კაიც შეიძლებოდა, მაგრამ ვერა. ლამინი ამალი ლეაო ისე ნუ ბელინგემი შეიძლება ვალვერდის ნაცვლად თუ მკვდარი არ არის, ბელინგემი არა მკვდარი, იქ ვინ შეიძლება კიდე ნახევარ დაცვაში. მესი შეგვიძლია ვათამაშოთ. მე ტიპო კორტუას მივცეთ შანსი. სკამზე როა. ნახოთ რას ისავს. ვირჯილი გადაიბარებს კაპიტნის სამკლაურს, რადგან დონარუმა სკამზე და ოვერალიც, რა თქმა უნდა, გუნდში ყველაზე მაღალი მას აქვს დონარუმას შემდეგ. ნახოთ, აბა ტიბო კორტუა რას შემოგთავაზებს. სეივებს თუ გააკეთებს, ნუ დიდად მეეჭვება ხა მაგის სეივები, მაგრამ ეს გამოსვლა რამე ახალია მეკარეების, ანუ არ იცოდნენ და რატო გამოვიდნენ? ეს რა მხილა შეცდომა დაო, შეხადაო. ესეც შეცდომებსა უნდა უშვებდი მე, მაგრამ რატომღაც მოხდა ეგეთი შეცდომა და მოხდა, ეხლა რაც მოხდა, ხდება ხოლმე, ეხლა ყველაფერი არის მოსალოდნელი დღევანდელ მატჩებში, იმიტომ რომ მოსაგებად ვარ მოსული მინიმუმ 10 ხელის. ახლა 10 ხელს ვერ გადავიღებ, მაგრამ ვეცდები რომ მაქსიმალურად კაი ქულები წამოვიღო. კი ძმა, შენ რომ მე დაცვაში გამწდები, ელოდი. FIFA გაიჩით. ვისზე მიდიოდა ეს ბურთი, რა მიდიოდა? ლამინი ამას მენა ბურთი ვერ მივეცი, ბრატ, თან სტრაფი ფეხბურთელიც არა ეს ლამინი. უბრალოდ ტექნიკურია და დიდად რამე განსხვავება მაგათ შორის
ჯუდ ბელინგემი აბა რა. საღოლ ბელინგემის საფრთხეების პირველი გოლია ეს ონლაინ მატჩებში, ესეთი ვით უმეტეს და თან პირველი სერიოზულია. მოდი შევინახოთ ბელინგემის პირველი გოლად, რადგან კაი გოლი გამოვიდა. არც მე არ მოველოდი, უბრალოდ იქ მეკარი დარჩა გარეთ. ხო და შანსი უნდა გამოიყენო ადამიანმა. როცა გააქვს და ლამინი იამალი გარბის. უკან რატომ უტრიალდი ბიჭო? იან სომერი და დეიონგის დარტყმა, მაგრამ იან სომერმა მოხსნა ძალიან ბუქად გაუშვა, რასაც არ მივესალმები. ცოტა ძლიერი ბელინგემი ვით გაიშვი, ხა მანდ გოლი იყო, გინდა არ გინდა და ეს რა არია, ანუ ეს მეკარეები ბრატ მისით რატო რა ხდება ანუ ნუ ხო დონარუმას ჯერჯერობით მომენტი არ ქონია ნუ ისეთი მომენტი ჰქონდა რომ ოკეი თვალს დავხუჭავ მაგრამ დონარუმა მეთქი და კორტუა ბიჭო ორი ერთი ნუ კურიოზული გოლები ჩემთანაც გავიდა და იმასთანაც გავიდა ნუ ერთი საბოლოო ჯამში კურიოზულ გოლებში ნუ ჩემში ცდომა იყო აქ ასები მისიში ცდომაც იყო თუ გონია რომ დავნებდები ძალიან ცდება ეგეთი რაღაცები ჩემიდან გამორიცხული ამბავი რომ მე ვიღაცას დავნებდე ზოგადად სულ რომ აი გონდა იყოს ნუ ხა სტიმებზე არ ვიძახი არ მაქვს საუბარი მაგრამ აი ესეთ მატჩებში შანსი არა ხა რაღაცას რომ ვიგებ და ვიცი რომ რაღაც უნდა წამოვიღო დანებება გამორიცხული თემაა იმიტომ რომ ვიცი რომ მისი ფეხბურთელებიც იღლება ამიტომ არც თავის გუნდს არ გავახარებ არც ჩემ გუნდს არ გავახარებ თუ ვაგებ წავაგო ისე რომ მოწინააღმდეგეც ჩეპეში იყოს და ეს რანაირი პასი გავაკეთე ნუ არც მე არ ვიცი პედრი კაი ფეხბურთელია სხვათა შორის ოსმან დემბელე აქ ვის დემბელი სხვათა შორის მე გამიგვირდა ეხა არა იან სომერი ესეთი პასებით არაფერი არ გამოვა როგორც ვიცი გაიტანე აბა რა 3-1 დაგვნებდი რა ჯიგარო კარგად იყავი ბელინგემმა გაგიტანა კილიან მბაპემ გაგიტანა ეხა უყურე აი ამ გოლებს მე პრიჩომ ზმა იან სომერი რო ყავს კარში გამოცვალო უნდა ზმა გადააგდო ან გააძლიერი მეკარის გაძლიერება არის ერთ-ერთი უმარტივესი ამბავი ყველაზე მარტივი ამბავი ეგაა ამ დრიმ ლიგაში მეკარის მეტი რა ვირჯილი კომანდა არის დაღლილი სერიოზულად დაღლილია და კორტუოსი თუ რა ქვია ტიბოს დაგიძახებ ტიბო კორტუა კილიან მბაპე ჩართე რა შენი სისტრაფე ვერაფერიც ვერ ჩარდა არა ტიბო ზალიანელი ხარ ბიჭო ხადაო პრაიბს გადავჭე ლეაო ჩემი ზმა წავიდა ჩართე შენი სისწრაფე და იან სომერი იმენა ისევ იან სომერი მოხსნა რა და კარისკენ არ წავიდა მაგრამ ასაღები აიღო 3-1 საკმაოდ კაი თამაშები იყო კაი გოლები წამოვიღე კლანში ხა პირველზე არ ვარ მაგრამ თავარია კლანი ხოთზია აი ტუქში მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს
ძალა იქეთ გამოიწერით არხი და გადააზიარეთ მეგობრებთან 3500 ქულა წამოგვიღია მშვენიერი ორი მატჩი ორივე მოგივით ნახვამდის შევხვდებით მომავალ ვიდეოში